ახლა კი გახსნითი სიტყვისთვის სცენაზე ვუხმობთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბატონ პაվել ფერჩიძე. ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ევროპის დღეა. ამ დღეს ვზეიმობთ ევროპის ერთიანობას და ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას საქართველოსთან თქვენთან. დამოუკიდებლობის ართგენიდან ჩვენ დგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წინსვლაში და რაც მთავარია, ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. და თუ მაინც დღემდე ჩნდება კითხვა, რა არის ევროპა, ნება მომეცით გითხრათ. ევროპა არის მრავალფეროვნების სივრცე, სადაც თითოეული სახელმწიფო არათუ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს თავის კულტურას, იდენტობას და ტრადიციებს. საქართველო სწორედ თავისი უნიკულარობითა და მდიდარი კულტურით იცვებს ევროპის აღტაცებას. თქვენ საამახო ისტორიაში ვპოულობთ შთაგონებას. თუმცა ევროპული ოჯახის წევრობისთვის ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს ცლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალკე. ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი. ჩვენ არ კარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობის და კეთილდღეობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ამას ადასტურებს ევროკავშირის არსებობის თითქმის 80 წლიანი ისტორია. საქართველოს მომავალი თავად ამ ქვეყანას და მის ხალხს თქვენ გეკუთვნით. წინ საქართველო, წინ. დიდი მადლობა.